უფრო მეტად ვიუქტიურებთ ჩვენ, იმით უფრო მივხვდება ხელისუფლება, რომ ის მეტად უნდა გაუფრთხილდეს იმ უფლებას, რომელიც ყველა ჩვენთაგან ბუნებისგან გვაქვს მონიჭებული. ჩვენ უნდობლობას უთხრობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. არ გგონია რომ საქმე გამოძიებული იქნება დაუყოვნებლივ მიკერძოების გარეშე და ობიექტურად და ამიტომ მოვითხოვთ რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით გამოითხოვოს საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან და დაუყოვნებლივ შეუდგეს საქმის გამოძიებას თავად. ჩვენ მიგოჩნია და ეს დადასტურებული არის სახელმწიფო მეთაურის 92 წლის აქტით, რომ ქალაქ თბილისის მერთან ერთად თანაბარი უფლება მიწის განკარგვასთან დაკავშირებით ქონდა მუნიციპალიტეტის კაბინეტს. ახალგაზრდების ასოციაციამ მზად არის, რომ დაეხმაროს მესაკუთრეებს, ვისაც დადგენილება შეეხება. მე წუთის წინ კი თბილისში მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ. ჩვენ ამ კომენტარს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. შეფასება გავაკეთეთ, ჩვენ განცხადება გავავრცელეთ, კანონი და კონსტიტუცია ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს უფლებას თავისუფლად შეიკრიბოს ნებისმიერ ადგილას, მშვიდობიანად, ხოლო ტრანსპორტის და ხალხის ამოძრავ ადგილასთან მიმართებაში არის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება. დღეს 8 საათზე მოქალაქეები იმყოფებოდნენ იმ ადგილას, პარლამენტის სანამ ტრანსპორტი არ დადის, შესაბამისად არანაირი წინასწარი ნებართვა ამ შემთხვევაში არ საჭიროებდა კანონმდებლობა. ერთადერთი უფლება, რომ პატრულს დაეშალა დღეს მოქალაქეები იყო, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კანონი დაირღვეოდა. რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს ამ დროებითი ოქმის ამოქმედებაზე და გარკვეული მე-14 ძირითადი დამატებითი ოქმის კონკრეტული მუხლების პროცედურული მუხლების ამოქმედებაზე ვერანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეიძლება. ჩვენ მოვითხოვთ ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ნათლად მოხდეს დაგმობა იმ ქმედების არსებობისათვის ახორციელოს როგორც აგრესორის სახელმწიფო მოხდეს შეფასება იმ ქმედებების და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების, რაც მოხდა დაბომბვით მშვიდობიანი მოსახლეობის. ძირითადად ესახებოდა არაჰუმანურ და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე თავისუფლების უფლების ხელყოფას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ყოველგვარი პროცედურული ნორმების დაცვის გარეშე დააკავეს ჩვენი გამცხადებლები. ხალხოდამცველმა თავისი ანგარიშით კიდევ ერთხელ გადაუგზავნა მთავარ პროკურატურას 2009 წლის სექტემბერში და მოითხოვა საქმის ხელახალი აღძვრა, ვინაიდან იყო აღმოჩენილი ახალი მტკიცებულებები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჭიროდ ჩათვალა მსგავსი ტიპის აქციის მოწყობა მთავარი სამმართველოს წინ, სადაც 1 წლის წინ დაახლოებით დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, ისე რომ არავინ არ დასჯილა ამის გამო. ადამიანი, რომელიც აქციაზე დაკავებული იყო, შესაძლოა იყოს ნიკა კვინტრაძე და შესაბამისად ეს კარგად უნდა დაადგინოს და ბოლომდე უნდა გამოიწვიოს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავთ მოთხოვნით, რომ გაასაჯაროვოს ის ვიდეო ჩანაწერები, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებდნენ მთელი აქციის მიმდინარეობის და შემდეგ დაშლის პროცესში. ამ ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროვება საშუალებას მისცემს საზოგადოებას, რომ ზუსტად შეაფასოს რა მოხდა, იყო თუ არა დარღვევები აქციის მონაწილეების მხრიდან და შემდეგ როგორი იყო რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. სამართლიანად და ობიექტურად, სწორედ ამან გააჩინა ბატონ მერაბში და სხვებშიც ეს ეჭვები. არის სიაში ისეთი გვარები, რომელთა დაკავშირებითაც საერთოდ უცნობია დეტალები, რომლებიც არის რაღაც შეიძლება თქოს კერძო გარჩევის საქმეები, მკვლელობის მცდელობა, დაჭრა და ასე შემდეგ, რაც ძალიან რთულია რომ დაასაბუთო არის პოლიტპატიმარი.
როდესაც ასეთი ნათელი ვალდებულების შესრულება პროკურატურის მხრიდან არ ხდება, მე ამას ვერ დავაბრალებ არაპროფესიონალიზმს, არ მგონია რომ ვერ კითხულობდეს რომელიმე პროკურორი კანონის დანაწესებას. ნახოთ ძალიან კარგი კანონი, რომელიც ახლა პარლამენტში დევს და ამ საკითხის ძალიან კარგ რეგლამენტაციას და მოგვარების მექანიზმებს შეიცავს, დაიწყოს ამ კანონპროექტის განხილვა და დარეგულირდეს. დაახლოებით 1 ასაკის ვართ მე და პრემიერი და ალბათ ჩვენ ვიქნებოდით მე-4-მე-5 კლასში, როდესაც საიაში კონსტიტუციას წერდნენ და არ შეიძლება ასე გადასმა ხაზის. შესწავლილია იტალიის, ირლანდიის და სლოვენიის გამოცდილება თუ როგორ ურთიერთობენ სახელმწიფო ორგანოები დიასპორასთან, როგორია მათი სტრატეგია, რაც გაეხმარება ჩვენი აზრით საქართველოს სახელმწიფოს ასევე განსაზღვროს და გააუმჯობესოს თავისი სტრატეგია დიასპორასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, თუ რატომ ვირჩევ ევროპას. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები უკეთესად არის დაცული და ევროპას ვირჩევ, იმიტომ რომ საქართველოში დამკვიდრდეს ის სტანდარტები, რაც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებობს ევროპაში. ევროპას ვირჩევ, იმიტომ რომ ადამიანი უფრო მეტად იყოს თავისუფალი და ნებისმიერი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა. ევროპას ვირჩევ, იმიტომ რომ სტრასბურგში, ევროპაში აღარ მოგვიწიოს სამართლის საძებნელად წასვლა და სამართალი ვიპოვეთ ქართულ სასამართლოებში. და ბოლოს ევროპას ვირჩევ, იმიტომ რომ ეს არჩევანი საუკუნეების წინ არის საქართველოს მიერ გაკეთებული, უბრალოდ ისტორიულმა მოვლენებმა ამ არჩევანს რეალიზება მაშინ არ მოუტანა. და დღეს ჩვენ გვაქვს შანსი იმისა და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი შანსი მთელი ისტორიის განმავლობაში, რომ ამ არჩევანს განხორციელება მოუწიოს და ვფიქრობ, ჩვენ ეს ისტორიული შანსი უნდა გამოვიყენოთ.